მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო, მე ვაჟა ოთარაშვილი გახლავართ და მედია კავშირ ობიექტივის სტუდიიდან ვაგრძელებთ ჩვენ ტრადიციულ გადაცემათა ციკლს ლიტერატურა, ხელოვნება, სულიერება. კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და სრულიად საქართველოს მიუსამძიმრო ჩვენი დიდი პატრიარქის ზეციურ საქართველოს მკვიდრად გადასვლა. ეს უმძიმესი დღეებია უპატრიარქოთ დარჩენილი საქართველოსი, მაგრამ ჩვენი დედა ეკლესია, ჩვენი მრევლი იმედია რომ ღვთის შეწევნით, ღვთის მადლით ამ წუხარე დღეებს გადაეტანს და იმედიან აწმყოს დაუბრუნდება. დღევანდელი ჩემი გადაცემა იქნება ჩვეულებრივად პოეტურ სამყაროში გადასვლა, პოეტურ სამყაროში, რომლის უმთავრესი წარმომადგენელი სტუმარი დღეს მყავს თინა გახელაძე, პოეტი თინა გახელაძე. იგი დაბადებული 1962 წელს, მოგესალმებით თინა, დაამთავრა წარჩინებით ქვემოჭალის საშუალო სკოლა, შემდეგ საქართველოს მაშინდელი პოლიტექნიკური ინსტიტუტი, დღევანდელი ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი, ასევე წარჩინებით. სხვადასხვა სამსახურებში მუშაობდა, არის უაღრესად თავდადებული მებრძოლი ქართული მიწაწყლისა, ჩვენ დაახლოებით 5 თუ 6 სასამართლო გავმართეთ არაბული კომპანიების და არაბების წინააღმდეგ ქართული მიწაწყლის დაცვასთან დაკავშირებით და ასევე იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომელიც ქართლში, კასპიის რაიონში, ასევე კონკრეტულად ჩვენ სოფელ ქვემოჭალაშია და მე ვიტყოდი გამორჩეული რითაა თინა გახელაძე. დღეს, რა ვიცი, ლექსის მწერალი და პოეტი ძალიან ბევრს ქვია და 1000-ნაირი ჯილდოები და 1000-ნაირი ფესტივალები ტარდება, მაგრამ მე ძალიან ცოტა მინახია შემოქმედი, რომელიც ქართული მიწაწყლისთვის ომობს, რომელიც იმ მართალ სიტყვას ამბობს, რომელიც დღევანდელ საქართველოს ჭირს იმ გაუსაძლის მდგომარეობასთან დაკავშირებით. თუმცა თითქოს შემოქმედთა მთელმა ელიტამ დაივიწყა, რომ არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, თუ სოფელში და საქართველოში ხარ და საქართველოს ტკივილი არ გტკივა, მაშინ რა პოეტი ხარ და რა შემოქმედი ხარ. მე ვიტყოდი, რომ თინა გახელაძის მთელი პოეზია სწორედ ქართული მიწაწყლის, თავისი წინაპრების სისხლით მორწყული მიწაწყლის სიყვარულით არის გაჟღენთილი. მისი წიგნი, რომელიც 2024 წელს გამოვიდა და რომლის რედაქტორებით მე და ეკა კვანტალიანი გახლავართ, სწორედ ისტორიული სხვილოსციხის ფონზეა გადაღებული, სხვილოსციხისა, რომელიც მედიდურად გაჰყურებს კასპიის რაიონს და კონკრეტულად კი მდინარე ლეხურის ხეობას. თითქოს მტერსაც და მოყვარესაც ეუბნება, რომ მე ისევ დგევარ შეუდრეკლად, ამაყად და მამაცურად. ნუ გეშინიათ ქართველებო, ეს სიტყვებიც ჩვენი ბრძენი პატრიარქის სიტყვებია, ღმერთი გვიშველის. თინა გახელაძის პოეტური სამყარო მრავალფეროვანია, მრავალწახნაგოვანია. პატრიოტულ ლირიკას ცვლის სასიყვარულო ლირიკა, ფილოსოფიური ლირიკა, წინაპართა გახსენება, წინაპართა საფლავების აღწერა, მონახულება. საოცარი ხატსახეებით სავსეა მისი პოეზია და თან ამავე დროს უბრალო, უშუალო და ხელშესახები, რადგანაც იგი სწორედ მადლიანი ქართული მიწაწყლიდან და მისი მშობლიური სოფლიდან მოდის. დედამისიც ცნობილი პედაგოგი, ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებელი იყო ძალიან დიდი ხნის განმავლობაში სოფელ ქვემოჭალის საშუალო სკოლაში და არაერთი ძვირფასი თაობა აღუზრდი ამ ღვაწლმოსილ პედაგოგს, ხოლო მამამისი განთქმული თამადა და კოლორიტი წიასერგო სოფელ ქვემოჭალისა. აი სწორედ ესეთი პიროვნება წარმოადგინე თინა გახელაძე, რომელიც ეხლა არა გვაქვს ჩვენ ფოტოები და ფირები, მაგრამ მისი გულანთებული ვეფხვისებური შემართება
ალბათ იმ სასამართლოებზე ჩანდა, რომელსაც ჩვენ უცხოელების წინააღმდეგ მართავდით ქართული მიწა-წყლის დაპატრონებასთან დაკავშირებით. როცა ჩვენი აქციებზე ვიდექით ერთად, როგორიც იყო სოფელი ქვემოჭალა, როგორიც იყო სოფელი წინარეხი თუ სხვა. ალბათ არ დარჩენილა არც ერთი კუთხე საქართველოსი, სადაც რომლიდანაც არ მოემართოთ ჩვენთვის ქართული მიწა-წყლის გაყიდვასთან დაკავშირებით ეს კახეთი იქნებოდა თუ აქვე ახლო მდებარე კოჯორი თავის ფეხით არ მოევლოს თინა კახელაძეს. აი ესეთი პოეტი ქალბატონია დღეს ჩემი სტუმარი. მოგესალმები კიდევ ერთხელ თინა. ღმერთმა გაგაძლიეროს, ღმერთმა შეგაძლებინოს შენი სამშობლოსთვის, შენი მიწა-წყლისთვის ომი. იმიტომ რომ დიდმა ერის მამამ წმინდა ელია მართალმა მამული ენა სარწმუნოება ეს საოცარი სამკუთხედი ხატსახე დაგვიტოვა და პატრიარქის ღმერთი სამშობლო ადამიანი, აი ეს არის ჩვენი დასაცავი, აი ეს პოსტულატები და მე მეცინება ხოლმე, როდესაც ფარისევლურად წარმოთქვავენ, ერთს აკეთებენ და მეორე მიწა-წყალს ყიდიან ჩვენი მთავრობასავით და არ შეიძლება რომ აი ამ ტკივილზე, ამ პრობლემატიკაზე, ამ საქართველოს გაუსაძლის მდგომარეობაზე შემოქმედმა არაფერი თქვას და ისე რაღაცა ზოგადად იბჟუტუროს მე ვიტყოდი რაღაცა თავისი შემოქმედებიდან. უმთავრესი დღეს არის ის, რომ საქართველოს უჭირს, საქართველოა გადასარჩენი და სწორედ სიტყვის მხედრები, პოეტები არიან, რომლებმაც უნდა დაიკავონ ის ბასტიონები, რათა მტერი არ შემოვიდეს ჩვენთან, რათა უცხოური ჟარგონებით, უცხოური გამონათქვამებით არ დაბინძურდეს ჩვენი წმინდა ენა ქართული, რომელზეც მეტყველებდნენ შოთა რუსთაველი, სულხან საბა ორბელიანი, გრიგოლ ხანძთელი, ნიკოლოზ ბარათაშვილი, ვაჟა ფშაველა, აკაკი წერეთელი, გალაქტიონი, ტერენტი გრანელი, ჭაბო ამირეჯიბი, მუხრან მაჭავარიანი, ანა კალანდაძე და კიდევ ერთხელ მინდა ასევე აღნიშნო გუშინდელი თარიღი 31 მარტი, ჩვენ ვზეიმობთ 26 მაისს, დიდი ზარზეიმი გვაქვს განძიყლაპია ნოე ჟორდანიას მიერ გამოცხადებული საქართველოს დამოუკიდებლობისადმი და იმ დამოუკიდებლობისადმი, რომლის პერიოდშიც ფაქტიურად მენშევიკურმა მთავრობამ ჩვენი მთლიანი ეროვნული საგანძური გაიტანა და რომ არა დიდი იოსებ სტალინის დამსახურება და 16 თაყაიშვილის ღვაწლი და ასევე ლავრენტი ბერიას სიბრძნე და მოხერხება ეს განძი ვერ დაუბრუნდებოდა ნაწილობრივ სამშობლოს. ამდენად მე ვფიქრობ, რომ 11 მარტს ბატონ ზვიად გამსახურდიას მიერ ჩატარებული რეფერენდუმი უფრო მნიშვნელოვანი მოვლენაა საქართველოს ცხოვრებაში, როდესაც სრულიად საქართველოს შემოვალმა ერთიანი საქართველოს, როგორც აფხაზეთის, ისე სამაჩაბლოს მოსახლეობამ დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობას მხარი და ისე ჩაატარა ამ ხელისუფლებებმა, ვითომ 31 მარტი არ არსებობდა, ხოლო ღმერთმა ნათელში ამყოფოს დიდი ზვიად გამსახურდიას სული, რომლის დაბადების დღეც იყო გუშინ. მე ხლა ამ შესავლის მერე სიტყვის ალავერთ თინა გახელაძესთან გადავდივარ, მისი საოცარი წიგნი, კიდევ ერთხელ მინდა გაჩვენოთ ფერთა სიმფონია, რომელიც 2020 წელს გამოვიდა. თინას ლექსები ქართულ პერიოდიკაში კარგახანია იბეჭდება. ახლახანსო 2025-იც დაბეჭდა ჟურნალმა ხორნაბუჯმა, მადლობა შესანიშნავ რედაქტორს ბატონ გიორგი ნატროშვილს, რომლის პრეზენტაციას ხშირად გთავაზობთ ხოლმე, რომელი ჟურნალების პრეზენტაციასაც და ეხლა სიტყვის ალავერთ თინასთან გადმოვდივარ და ეხლა თქვენი პოეტური სიტყვით დავამშვენოთ დღევანდელი ჩვენი ეთერი. დავამშვენოთ, მანამდე უსამძიმრებ მე საქართველოს და ამასთან გუშინდელ დღეს ულოცავ კიდევ ერთხელ. ეს ორი ღირსშესანიშნავი რა, პატრიარქის ღირსშესანიშნავი არ იყო, მაგრამ გუშინდელი დღე ღირსშესანიშნავი კი იყო, ხო? მეც მინდა ბატონ გიორგი ნატროშვილის მადლობა გადაუხადო, რამდენჯერმე დამბეჭდა და მე არ დამავიწყდეს და არც უნდა დამავიწყდეს არასდროს. მადლობა სტუდიიდან. დავიწყოთ, რა თქმა უნდა, საქართველოთი. კი ბატონო, გისმენ. დაატყვევეს საქართველო, მოუმარჯვეს წალკოც ცელი, ვაი ჩვენო მთავ და ველო, გაგიმზადეს სარეცელი,
შესევიან ბაღვენახებს ირანელი ინდოელი ტანში გასცრა კარდენახელს წარედახსოს დიდოელი წყალსვამს პეშვით არაბი და პაკისტანელს მოსწონს ხნული წინაპარის სამარიდან კვნესის ნერვება ჯაგრული ვეღარ ვაშრობ ცრემლის ჭაობს გულს მიფლეთავს აწმყო კრული გონება ცრის ტვინი დავობს სიტყვაც მაფრთობს გადაკრული გული მეწვის რომ სამშობლო უცხოს ახავს დღეს მართული ქვეყანა არ დავაობლოთ გამოვნახოთ გზა ქართული გაიხარე სცენა სავსეა მსახიობებით დღეს თამაშდება უცნობი დრამა ეშმაკი მოჩანს გრეხილი რქებით კედელზე ფონად ჩანს ფონოგრამა სცენაზე მარჯვნივ დაუდგამთ ჯვარცმა მოწამლული დღეს გვერდით ის არის იქვე კიდია დარდების აცმა და ბოლოჟამის 4 ფიცარი არავის ახსოვს უკვე წარსული არ ჩუმერები აღარც ხეთები ვიღაცა ცდილობს წაგვართვას სული გამოგვატაროს ჯოჯოხეთები თამაში წყვეტენ კანონებს გაიძვერა და მხდალი ბოსები ხელს ულოშნიან ახალ ბატონებს როგორც უმციკლო ელიტ ბოზები დაბნეულია მაყურებელი ფარდა დაეშვა აინთო შუქი დარბაში ჩუმად ზის ბრალმდებელი ქუჩიდან ისმის ხმა ბათქი ბუთქის დიახ სანთელი ბჟუტავს საყდრის ნიშებზე ხატებს აღარსდით წმინდა მირონი შემოდგომამ კი შავკლავიშებზე გლოვა დაკრიფა ცივი მინორი სიმართლე მოჩანს მთების ჩრდილიდან ნიღბით შეცვალეს მზარი დეები და ოვერტონის ფანჯრის ჭრილიდან თავს მოგვახვიეს ბრმა იდეები დედამიწიდან ანგელოზები განდევნეს მოსპეს რაც კი ნაღდია რიგში ჩამდგარან საღი აზრები სინდისით სადღაც ლაფში აგდია 1000 ფიქრი ტრიალებს თავში სიმამაცესაც ვეღარა ვჩემობ ასე მგონია ქარონის ნავში უკვე ბუტბუტებ მამაო ჩვენოს კარგია მადლობელი ვარ მქვია ღვთისშვილი მითხარით ვინ თქვა რომ არ ჩანს ღმერთი მაშ რა დედის ხელები თბილი მზერა ალერსი და კოცნა ერთი ღმერთია სიცილკისკისი ბავშვის ფრინველთა ხმებიც ტკბილი და მწველი ბულბულის სტვენა გალობა შაშვის გადაჩითული ყვავილით ველი ღმერთია თოვლი წვიმა და ქარი ნიავი თქეში ლეგაღრუბელი გაზაფხული და ცივი ზამთარი და სიყვარული განუკურნელი ვინ გაგვითენებს ხვალინდელ დილას თუ კი არა გვაქვს იმედი ხვალის როგორ ვიღიმით მზის ამოსვლისას და გვიხარია გახელა თვალის აბა ვინ არის რომ მიცავს მუდამ შენგან არ მიშვებს ადგილის დედავ არ მადგმევინებს ერთ ნაბიჯს მრუდად ღმერთი არა ჩანს მაგრამ მე ვხედავ შენიერია ჩემი სურვილი მოუკვდები როცა ალბათ იქნება საღამო წყნარი წინ გამიძღვება მშობლების ლოცვა ახმიანდება სიმები ქნარის თან გონებაში მოთხოვნებს ვკეცავ გორახების ხმა ვინმემ დაახშოს გზად გამაცილოს მოლურჯო ზეცამ მზე საბოლოოდ გამეთამაშოს თბილსამარეში ჩამიშვა ნელა უჭახუნებდნენ ბოთლებზე ბოთლებს ტოტებს იმტრევდეს მოზრდილი თელა ბებერი მუხა მაყრიდეს ფოთლებს დე მომათავსონ ღრმა აკლდამაში ოდესმე ნურვის ვემახსოვრები იქ დამხვდებიან თამაშით ჩემი ბავშვობის ტოლმეგობრები მერე თუნდ თქვან რომ ვიყავი ავი ვინ გაბედავს და მომიტანს ამბავს ქუდში მექნება მე უკვე თავი მშობელი მიწა მაღირსებს საბანს შენერია გადავიდეთ ქალებზე კი ბატონო ქალი მოდის რა ქალი ხორც შესხმული ღვთაება შენს მახეში მითხარი ნეტავ ბევრი გაება ვარდისფერი კავა და გაბუტული ტუჩები შენს შტორმულ კავალკადას როგორ გადაურჩები ძლიერ ქშვენის ლამაზო ვარდისფერი ლაბადაც შენზე აღარც კი უბრაზო ბრაზი წარსულს ჩაბარდა როგორ მომნატრებია შენთან ერთად თარეში შემომხედევ ნებიანს და გრძნობებით გალეშილს ხედავ რომ დედამიწა შენს გარშემო ტრიალებს ჩამოგიხსნის ზეციდან ჩრდილოეთის ციალებს ნაღველი მკლავს ამ დრომდე დარც ზიდავენ ფიქრები გერდგულებ ბოლომდე შენთან ერთად ვიქნები შორს დარჩება ტკივილი თუ კი ღმერთმა ინება ერთი მუჭა ღიმილი გაიმეტო იქნება რატომ ცდილობ დამალო ეგ თვალები ბრიალა სუბსარქისის ქარმა ხომ კაბა აგიფრიალა შემომხედე
შემხედე და თვალს მასობ ინესტრები შორიდან გამიღიმე ძვირფასო გაზაფხული მოვიდა ისევ გოგოზე ბარემესაც გოგო მოდი შეღერილი გაზაფხულის სადარი თმა ოქროსფრად შეფერილი ასაფრენად მზად არის წამოუსხავს ნატიფ მხრებზე სიხარულის მანტია მის გულში კი კაშკაშამზე და გიჟმაჟი მარტია ყანას აპობს ფეხშიშველი საოცარი ფერია და კისერი როგორც შველის კოხტად მოუღერია არაწუხებს არც რა დარდი სხივი უკრთის თვალებში ბაგეს უპობს წყვილი ვარდი პეპლებს გააქვთ თარეში ფერით ღვინო შეჭირხლული სახე ყირმიზიანი კაბა მოსავს დაწინწკლული თეთრი ხალებიანი უფრიალებს ქარი კავას ის კი მიქრის ამაყად ქარს მიარღვევს გარბის ლაღად მზის და ცის დასანახად წამს ნარნარი სიარულით გადალახავს მთაგორებს კლდეც რომ დახვდეს სიყვარულით გზიდან გადააგორებს ვის ეზოკარს დაამშვენებს ანგელოზი ფრთიანი ან ვის ოჯახს ააშენებს გოგო ალერსიანი გოგო მოდი შეღერილი გაზაფხულის სადარი თმა ოქროსფრად შეფერილი ასაფრენად მზად არის ბრავო მაგრამ რა საოცრად ესე იგი მე მეგონა მარტო კაცები წერდნენ ქალებზე ესეთ ლამაზ ლექსებს მე რატომ სულქალებზე ვწერთ არაფერი დამობრალო ღმერთო თებსაც კი დაძრავს ჩემი კივილი კედელს თავს ვახლი გადარეული თავგზა ამებნა ტანჯავს ტკივილი და დავლასალსებ ვით მთვარეული მოდი გამათბე მთლად გათოშილი და მიგდებული ბედის ამარად ანაბრად რომ წარსულ შევრჩე გრძნობა მოშლილი მერე გავიყოთ ლხინი თანაბრად უკიდეგანო მაკმარე სევდა აქამდე მოველკუნესა გოდებით წლებია დარდი ფეხდაფეხ მდევდა მოდი ამხსენი გულზე ლოდები ნუ მკითხავ ვინ ვარ ადამიანი გავეშებული მხეცი კი არა აღარ დამტოვო თვალცრემლიანი მოდი დამადგი თავზე ტიარა უკან დავტოვოთ წეული დაღლა დავრჩეთ ლეგენდად დავრჩეთ თქმულებად მერე ავფრინდეთ ზეცაში მაღლა და შეგვიფარონ ღრუბლის ქულებმა წავიკითხოთ ეხლა აშოტი რო გაიქცა საფლავიდან ტაოკლარჯეთში კი ბატონო თუმცა უკვე გაქცეული იყო იქამდე შემოდგომა წვიმა-წვიმას მოება ისევ ქარმა ქვითინით იალქანი გაშალა ველად ტაოკლარჯეთო ჟამამინჩი ფიქრს შემომისევ რა დამაძინებს უდარდულად და უშფოთველად დრო გაჩერდა და გაიბუტნენ თითქოს ფრესკები ბევრჯერ თავმოჭრის მოწმე გახდნენ ბევრჯერ გაშოლტვის ქართველთა ცოდვით ვერ ისვენებს ახლაც ქვესკნელი სამარიდან გააქცეულა მეფე აშოტიც და მეც გაურბი ვარ სადაც ტაძრებს გადაკრავთ სევდა და საიდუმლოს ინახავენ უტყვად ლოდები სად ქარაშოტი ისტორიას ფეხს დევდა იქ საქართველოს გაბრწყინებას დაველოდები ბრავო შვენიერია და როგორ აღწერე ეს პრობლემა როცა გახსნეს და აშოტ კურაპალატის საფლავი აღარ იყო უკვე ხო აღარ იყო მაგრამ უბრალოდ გაძარცული იყო შეიძლება იყო მაგრამ გაძარცული იყო ან გაითამაშეს ან რაღაც გააკეთეს რა ვიცი ღმერთმა იცის ალბათ მარტო რადგან ტაოკლარჯეთი ისევ ტაოკლარჯეთს წავიკითხავ იქ რო ვიყავით რაღაც ისეთი შთაბეჭდილებებით ჩამოვედი ალბათ რა ვიცი რამდენი ხანი კი არა ეხლაც რო გამახსენდება ძალიან დაზაფრული ვარ ხოლმე ისეთი რაღაცები ნუ რაც კარგი იყო არ შეგვიშვეს იმიტომ რომ ის რემონტი კეთდებაო რაღაცა და რაც ცუდი იყო იქ კი ფარღალალა იყო და შევედით იმას რა ის გვაინტერესებდა შიგნით რა იყო რა ფრესკები მაგრამ ხახული საერთოდ ხახულში რემონტზე მომაგონდა ესე იგი რა უცნაურად გაეწელა გელათის ეკლესიის აღდგენის პროცესი, ესე იგი რა მიგდებული აქვს თუ რა არის მამა იოსები გარდაიცვალა ბურჯანაძეს ბრწყინვალე წინამძღვარი ამ ეკლესიისა საოცარი სასულიერო პირი დიდი მოღვაწე ეხლა მამა დავითია და ახლა ამას უტევენ კიდე თუ არ ვცდები კიდე რაღაცა და იმის მაგივრად რომ ამ გელათის ფრესკების აღდგენაზე ნორმალური რესტავრატორები და
პროფესიონალები მუშაობდნენ, მე მგონი პრაქტიკანტებს გზავნიან, იქან რაუბედურებაა, ესე იგი რით ვერ გადააფარეს, რომ წვიმამ ჩამორეცხა ამდენი ხანი, განაძნელი იყო, მე მახსოვს, როცა მამა იოსები ცოცხალი ბრძანდებოდა, ჩვენ თქვით, რომ შეიძლებოდა არის კონსერვაციის უმარტივესი მეთოდი, როცა აქეთ იქიდან ხიმიჯებზე შეიძლება გადააფაროს ზემოდან შუშა, ან დამცავი შუშა, რომ წყალი არ ჩავიდეს, მთავარი მანდ იყო, რომ წყალი ჩადიოდა, ხო? და წყალი, რომელიც ამ ხატებს ფრედა, წმინდანთა ფრესკებს აუბედურებდა და აფუჭებდა. ეს ვერ მოახერხეს, ესე იგი ხან ამფერად შეცვალეს ის რა ქვია სახურავი ხანი მასალით ხანამით რა გახდა, ესე იგი ყველაფერი ამ ქვეყანას რო არაპროფესიონალურად მართავს ეს ვაი ხელისუფლება ცხადია, მაგრამ ჩვენ ამ ისტორიულ მემკვიდრეობას რაღაც ემტერებით თქვენ გაიხალხო ამ უდიდეს ქრისტიანულ სიწმინდეების დიდ საყდრებს და დიდ სულიერების ტაძრებს რითვერ დასრულდა ესე იგი ჩვენმა წინაპრებმა ათეული საუკუნის წინ ააგეს გელათი მაშინ არ არსებობდა არც ამწეკრანი, არც ბულდოზერი, არც თვითმცლელი მანქანა, არც ელექტროენერგია იყო, არც და მაშინ ააგეს და დღეს როცა ესე იგი სატრაქტორო თუ სამანქანო პარკებით სავსეა ტრასის გარშემო აეროპორტიდან დაწყებული გამდი დამთავრებული გონი ბათუმამდე სავსეა ხო რით ვერ გააკეთეთ კაცო რით ვერ გააკეთეთ რით ვერ აღადგინეთ გელათი ისე როგორც გელათის ამ უზურპასეს ისტორიულ წმინდა ადგილს შეეფერება რით ვერ მორჩა ამისი რემონტობანა რეკონსტრუქცია რესტავრაცია რა გახდა რომ ესე იგი ნუ არ ვიცი რა მე მგონი შეგნებულად ანტიქართული ანტიქრისტიანული პოლიტიკას ატარებს ეს ხელისუფლება რა ის სულ წაწყმედილები ესე ქვეყანა ხარაჩოები და ძლივს შევედით და ძლივს რა შიგნით რკინისები ხო შეიძლება იცი რა ჩვენი წინაპარი წარმოიდგინეთ რომ ამ შემოსევების დროს აგებდა ხო როცა ეს ოსმალოთა ლაშქარი ფაქტიურად წელიწადში რამდენჯერმე აკეთებდა შესევას მით უმეტეს ქუთაისი არაერთხელ გადაწვეს თურქებმა რა დღეს რო მეგობრებს ვეძახით მაგრამ მაინც ესე იგი იმდენად ძლიერი იყო ჩვენი წინაპარი თვითონ ხელისუფლება სამეფო ხელისუფლება რომ ამ წმინდა ადგილებს ამ ეკლესია მონასტრებს აღადგენდა იცავდა რა გახდა ესე იგი ყველანაირი ტექნიკური საშუალება არსებობს, ელექტროენერგია არსებობს, ის არსებობს, ეს არსებობს. ეს არის იუნესკოს დაცვას შეტანა ალბათ. რით ვერ შეძელით, რომ ეს ძეგლი აღადგინოთ? იმიტომ რომ არაპროფესიონალები ხართ, ისევე როგორც ხართ, მარტო ფულის მკეთებლები, იმაში, რა ქვია, მთავრობაში. აქაც იგივე, ალბათ იგივე უგულისხმობა, არაპროფესიონალიზმი და ფეხებზე მკიდიობა, მაგრამ სხვა რას შეიძლება დავაბრალოთ რა. გული გეტკინება კაცო რა ესეთი რაღაცა ახლა სიონი დაანონსეს და ღმერთმა არ აქნას რომ იგივე სიონის სახურავის შეცვლას ვაპირებთო და რაღაც იყო გამოცხადებული და სხვათა შორის სიონის ტაძარიც დიდი გივი ამილახვრის გადარჩენილია თორე სადღა ამილახვრები თორე კი სადღა ამილახვრები 1723-24 წლებში და დანგრევა უნდათ მაგისი და დაიწყეს კიდევაც იმისი დანგრევა თურქები როც შემოვიდნენ თბილისში ჩვენ ვერ გადავჭრით რა ვქნათ ლექსი ისევ ლექსი ჩვენი ტკივილი ისევ ლექსად გამოხატა კი ტაო კლარჯეთზე კი ბატონო ჩემო საოცნებო ჩემო დახატულო ტრისგან ნაწამებო სევდა მობურულო შენ გულის ფეთქვა ხარ ჩემო გაზაფხულო რამნეს გაუძელი სულო მოწურულო ადგილს ვერ პოულობ უზომო ღელვისგან თითქოს პაიმანზე ვიჩქარი წარსულთან მიწა დანამულა წინაპარ ცრემლისგან გოჯი ძულებია ჭაბუკთა ასულთა არ უჩან სასროლი თან ვითვლი გვირაბებს და გზა მიკლაკნილი მიდის წარაფებში მოშხვის მდინარე თითქოს და ღრიალებს დროდადრო გვიხდება გავლა ქარაფებში მახვილი აღმართე რაც განირჩეოდა მიწასთან ასწორე შენ მტერო დამსჯელო ოსტატის ფუნჩსაც კი გაუჭირდებოდა და ვერ დახატავდა თვით მიქელანჯელო მშობელი დაუჭრეს
გაეშვა ხელები, ზურგზე დედინაცვლის მათრახი ატყვია, სული ჩაუბერე და კრძალვით ვეფერები, რადგან უმწეო და ობოლი ბარტყია. მუხლ ჩოქვით უარე გარშემო ტაძრებს და ხურვალედ ვუკოცნე ნარჩენი ღიობი. რწმენას და ძალღონეს უფალი აძლევ და ასე თუ ისმე ითმენდა ათასჭირს იობი. ბრუნდები უკან და ჩამესმის გოდება, ტყვეციხის კვნესა, წუხარე ქაჯეთის, ხორცები ვიგლიჯე, გრძნობ კვლავ მელოდება, გზად დარდი გამონყვა ტაოს და კლარჯეთის. ბრავო. ბრავო. ჩვენიერი ლექსია თინა. გადავიდეთ მთელი ტკივილია ჩადებული ჩვენი დაკარგული თურქთაგან წართმეული ისტორიული მიწაწყლისა ტაო კლარჯეთისა. კარგი, ჩემს მახსოვრობას შემორჩა კადრი, სუფრა გაშლილი, სიგრილე ღამის, დღევანდელ ყოფას მაშინდელს ვადრი, თავს ვერ ვერევი, ვიკივლო რამის, სტუმრების ხედან მოწვევლები, დედის ღიმილით გაბრწყინდა სახლი, სარკმლიდან წიფე ბროწეულები მიმზერენ კედელს თავს როგორ ვახლი. კარგავთ ახლობლებს, საოჯახო ხეს ფოთოლი წყდება, გაჰკივის სული, მზე გადაშავდა ჩაქრა სიცოცხლე, დავრჩი ეულად, დაობლებული. დაპატარავდა თითქოს სამყარო, იმედის კოშკი დამემქო თავზე, იავარდიღა უნდა დავყარო სამარისაკენ მიმავალ გზაზე, დაამთავრდა ჩემი ზეცაში ფრენა, უზენაეშის ნება აღსრულდა, აღარ მჭირდება, აღყარეთ სცენა, ფარდა დაეშვა, კადრი დასრულდა. ისევ ჩემო ქართულო, საქართველო, მაგრამ ქართლით დავიწყე. ჩემო ქართულო, მზის ხივებით გამთბარო, სხვილოს ციხევ ჩემო სულის მალამო, ყვავილებით მოხატულო, მთაბარო, გვირილებო და იორდა სალამო, ლეხურასთან ფშანი მოდის ჩუხჩუხით, ვერ მოითმენ პეშვით რომ არ დალიო, ყოველ დილით ანგელოზი ჩურჩულით შემაგებებს კვლავ ხალისით ალიონს, მარტო ქართლი, ყველგან დავეხეტები, ივერიის ყველა კუთხე ჩემია, საქართველო, ედემია, ედემი, ქართლობაც უფლის განაჩენია. ღმერთმა გისმინოს. გარეჯის გზაზე. აი უდაბნო, ამაზეც დიდი ტკივილი ხლა გავყვებით ალბათ სადამდე. აი უდაბნო, ჩანს ჰორიზონტი, ფეხქვეშ ქვიშა, ვუფრთხი მორიელს, გადამავიწყდა აქ უკვე მონტი, ვეღარ ვიხსენებ ვეღარც მოლიერს, თავს ვეღარ უყრი სალექსო სიტყვებს, ვეღარც მარცვლებს და ვეღარც სტრიქონებს, თავ გზაამებნა, ხსოვნა ვერ იტევს გარდასულ დღეთა ქორონიკონებს. გამგებამ თითქოს სადღაც დამალა სიტყვებით კბილი და საალერსო, აბჯარასხმული მივდევ ამალას, მზად ვარ მტრის რიშხვად ხმალიავლესო, გზაზე ჩამწკრივდით, ვითვლი ნაბიჯებს, მზეზე ვრაცრაცებ თავ ჩაქინდრული, გადაღლას ვატყობ ჩვენს გოგო ბიჭებს, წყალიც გათავდა, განძი დიდრული. უკვე გავბეზრდი სიცხით და ხვატით, ლამის ვინატრო წვიმა ელვები, გულთან მყავს ჩემი მფარველი ხატი, როდის გამივლის შფოთვა ღელვები, უცებ შორს ვხედავ მოჩანს მირაჟი, ვიღაც გვანიშნებს რომ ვაგვიანებთ, მუხლამდე მდგარნი ცხელ-ცხელ ქვიშაში, გვიხმობენ დავით და ლუკიანე. ბრავო. ზივარ და ვფიქრობ, საიდან მოდის ამდენი ღვარძლი, დავიდარაბა, არ ეშინიათ შადიმას ცოდვის, რა დაამარცხებს ამდენ ბარაბას, თითქოს სამშობლო ზღვამ მეწამულმა შეითრია და ჩაიძირება, სჯობს დამიწიროს უწინ მამულმა, ვიდრე მოვესწრო მის დატირებას. ეს ცოტა დიდია, მაგრამ უნდა წავიკითხო კომპოზიტორებზე. ვიწრო ბილიქს შეუყევი ბინდის პირას, სირინოზის ხმა მომესმა შორეული, ჯადოსნურ გზას მივაგენი, გავცდი გვირაბს, სამოთხეში მოხვდა ჩემი ორეული, მენდელსონის საქორწინო მარშით მთვრალი, სიხარული გადაევლო ველს და ჭალებს, ეტლი მიქრის, ფატიანი პატარძალი, ეშმაკურად უციმციმებს, ნეფეს თვალებს, თვარის შუქზე მთვარეს უძღვნის უკვდავ სონეტს, უიმედო სიყვარულს წუხს ბეთჰოვენი, დღეში ხუჯერ დატენის და შლის პისტოლეტს, აღარც ბონის იმედი აქვს, აღარც ვენის, შორიდან ჟღერს ბლუზის სტილში რაფსოდია, გამახსენდა რომ ავტორი გერშვინია, იავნანა ამღერა, აბსურდია კვდება, მაგრამ სიკვდილის არ ეშინია, დაეშმაკთან წილნაყარი პაგანინი, ვიოლინოს სიმებს აზდევს ხელით ნაზად, გვერდით უდევს გიტარა და მანდოლინა,
ნოტებს ფანტავს ნაფოტივით ფიანდაზად ახმაურდა მე-40 სიმფონია მოცარტს ხელში ჭიქა შერჩა ცარიელი თვალი კიდე ზემოთ თალხი ცისფონია მის რეკვიემს შვიდად უსმენს სალიერი შოსტაკოვიჩს პროკოფიევს ვაგნერს შტრაუსს ბახს ოფენბახ შოპენს ვერცლის და ვივალდის დავესწარი ტალანტების დღესასწაულს მომსწრე გავხდი ლეგენდების სიდიადის რა დროება გავაცილეთ რა დროება ვინ შეავსებს დედამიწის ახალ ედემს წყალში ნიმფამ დაარღვია მყუდროება ჩაიკოვსკი დაჟინებით უმზერს გედებს გრძნობ იქ ყოფნის ამოუწურე მე ლიმიტი მომაცილებს ქართველების დიდი რაზმი უფალიც კი მიმანიშნებს რომ ვიზიტი დასრულდა და მასხა წყალი აიაზმის ფალიაშვილს არაყიშვილს ბალანჩინის თვალში უდგათ მონატრების გრძნობა მწველი კარგად ვიცი მათი ფასი მათი ჩინიც გვირაბთან ვარ საზღვრისაკენ მიხმობს მცველი სასწაული 64-ია მიკვირს ერთობ მხარზე მაზის ანგელოსთა ლურჯი დასი როგორ მინდა დავილოცო გთხოვ რა ღმერთო გადმომიგდე ციდან ღვინით სავსე თასი კარგია მთელი მუსიკალური სამყარო აღწერა არა კიდე ბევრი არიან მაგრამ ესენი იმიტომ მივაბი მე მინდა დიდი ბიოგრაფია წიგნიდან თინა შენი წიგნიდან ფერთა სიმფონია ლექსი წუთისოფელი წაიკითხო ძალიან მიყვარს მე ეს ლექსი და როგორც ამ წიგნის რედაქტორი გთხოვთ კი ბატონო ტიალმა წუთისოფელმა სულ აბდაუბდა მატარა კარგიც მაჩვენა ოხერმა დარდიც დიდი და პატარა ღმერთი მეგზურად მადევნა თან მომიჩინა სატანა ერთგულნი ჩემგან განდევნა მიწევდა ორგულთ ატანა ხან ბოტასავით წამწია ხან უკან ჩამაჩანჩალა ჯერ ამაფრინა არწივად მერე გამხადა ყვანჩალა მუხლზე ფორთხვით რომ მათრია მოლბა ზღაპრიზგმის მადარა ბოლო ხომ მაინც ადლია მიწის ნაგლეჯი პატარა მიწაზე მომკლავს მადლია საგამაცოცხლებს რადარა ან სიცოცხლეში რაყრია არც რა ვიდარდო არც არა გაიხარ შენერი ლექსია დავლიო არა არ დავლევ ფხიზელი უმზერ სამყაროს ცხოვრებას დარჩი არ გავლევ სულმა რომ გაიზამთაროს გავბრაზდე არა მშვიდი ვარ აზრს ნელავ კერავ ხან ქარგავ ხანაც ვაბანკზე მივდივარ ვიცი ყველაფერს დავკარგავ ჯიუტო უთფალს მივანდე ბედი არ ვეთამაშები შემოუწყერი იაგნებს დავიმეგობრე შაშები მოვკვდები სანამ ვიცოცხლებ ვაგროვებ ქვიშას თან ჩქარობ გავიხანგრძლივო სიცოცხლე ქვიშის საათში ჩავყარო ვდარდობ არაფერს არ ვდარდობ ვერ შემაშინებს ფანტომი ზეცაში გავინავარდო მერე გაჩერდეს წამზომი კი ბატონო და კიდევ ერთი ლექსი რო გაქვს საქართველოზე უსაქართლო არაფერია აი თუ შეიძლება ეს ლექსი წაიკითხე და მერე ისევ ახალი ლექსები მზეღრუბლებს ხელს კრავს და დანავარდობს ერთი შეხედეთ ცარაფერია ცისარტყელების სერავს კაბადონს 64 სხვა კი არაფერია რასაამურად გალოს ბულბული დედალ მამალი ხმებში მღერიან განაბულია ირგულის სულდგუმული 64 სხვა კი არაფერია დედას თავს დაპირს ულოკავ შველი თან თვალებს ნაბავს როგორც ფერია ჭრელმა პეპლებმა დაიპყრეს ველი 64 სხვა კი არაფერია თქეშის ხმა მისმის თვალებით ვეძებ რა ხმაურია ეს ჩანჩქერია ტბა დაუფარავთ ქათქათავ გედებს 64 სხვა კი არაფერია მიმოიხედეთ გარშემო მხოლოდ სულ წალკოტი და სულ ედემია 64 სხვაგან ბოლოს და ბოლოს უსაქართლოდ არაფერია ბრავო შენერი ლექსია ეხლა ბაბუაწერაზე წავიკითხოთ ერთი პატრიოტულიასაც კი ბატონო რაო სად მიქრი ბაბუაწერავ სად მიგაქანებს ტიალი ქარი მდევარს დაუსხლდი მათ დურს და ვერაკს გამოგედევნა ერთგულთ ლაშქარი სხვაგან სიმშვიდეს ვერ პოვებ მჯერა გადაიარე გზად მთა და ბარი ვერ დამარწმუნებ ვერა და ვერა არ შემაყარო თვალში ნაცარი გაითარეშე გაფრინდი ველად დაზვერე დაბა ნაქალაქარი ჩვენებს დახედე თუნდ ალმაცერად გულს შემომენსხრა მთლად მინანქარი ზურგის ქარმა კვლავ წამოუბერა
სწრაფლ გადალახე ბებერი მტკვარი გურჯებს ასმინე ჩვენი სიმღერა მიდი გავუთბე გულის ფიცარი მერე დაბრუნდი და ბედისწერა შევატრიალოთ შევკრად ბაწარით და დავაბრუნოთ ჩამქრალი კერა ავახმიანოთ ძველი ტაძარი თან გავაჟღეროთ ქართული ბგერა დავაწყებინოთ კედლებს ზანზარი მერე თუნდ მოვკვდე ჩამიქრეს მზერა წინაპართ ვამცნო კარგი ამბავი კი ბატონო გელივით ღმუის ტყეღრაში ქარი თოვლის ფანტელებს უცლის მისამართს ყველამ გაიგნო შორს გზა და კვალი მე სადაც ვიყავ ახლაც იქა ვარ და არ გეგონოთ რომ დავიკარგე ამ მიწისა და ამავ ცისა ვარ ქამელეონი კი იცulis კანებს მე იმად ვრჩები ახლა ვინცა ვარ არამ ლუკმასაც მიდებდნენ ხელზე არა მიღია დედას ფიცა ვარ თუნ დავდაყირა დამკიდონ ხეზე კვლავის ვიქნები ახლა ვინცა ვარ ღმერთმა ხელი მოგიმართოს და ჩემი საყვარელი ჰაუზერის ჩელო ერთი ლექსი მიუძღვნათ კი ბატონო ყველა მის მგონი რომ ჰაუზერი მიყვარს და უსმენ თვითონაც იცის ხო ჩუმად მწერს ხოლმე იმებს ლაიქებს მაგრამ არა ჩანს გვარი და სახელი ეგ ვიცი რომ ავტორია გულის გულში წვიმაა და ქარი არემარე დაუფარავს ღრუბელს დემონებმა ხელთ ჩაიგდეს ქნარი თითქოს ზეცა მოუხატავს ვრუბელს ამინდივით ვერ დალაგდა ფიქრი ტრფობის ქარმა ჩამიარა გვერდით სავსე მთვარე ცის ტატნობზე მიქრის მონატრების რექვიემს წერს ვერდი სიყვარული დაგვეკარგა გზაში ნაკვალევიც წაიშალა ჩემო ქარი ფოთლებს აფრიალებს ცაში ისევ კვნესის ჰაუზერის ჩელო თავარი ხო ჩავკვეხე ჰაუზერის ჩელო აღარც კი ვღელავ განვაგდე შფოთი ბეთ შევეგუე მითრთის ვენები როგორც სასმელით დაჭრილი ლოთი საწოლზე მშვიდად მივესვენები აზრი აღარ აქვს გონი ვკვდები და აშენე ახლად სათამჯენები ამომიქექე შეცდომები და გამომიტანე განაჩენები არ შეგახსენებ წარსულის კადრებს დამშვიდდი თავსაც არ დაგესხმები გადაირბინა როგორაც ადრე კვლავ გადაირბენს ეს ნასესხებიც კარგია მაგრამ ნასესხებს ველოდებით ნასესხები იქნება რატომ ყიდი გროშზე მამულს თავს რადისხამ ლაფს და ტალახს ვისას ჩუქნი ხრამში ხრამულს და ან თერქში ცოცხალ კალმახს რატომ ყიდი მამულს გროშზე ვერ დაგმალავს ტყე და ლელი რომ მოკვდები ცოდვილი ლეშზე არ ქსურს მიწა დასაყრელი გროშზე მამულს რატომ ყიდი რა გიბოძეს მაგიერი რამ გაგხადა ასე ფლიდი დათმე მრავალჟამიერი რატომ ყიდი რატომ უფალმა თუ დაგქთონება ნუ თამაშობ ნუ შლი ატომს ხორცი სანთლად დაგადნება მაგათ არ ესმით არც პატრიარქის ქადაგება არავის არ აქვს უფლება ქართული მიწა გაყიდოს არც მეფეს არც პრეზიდენტს არც პატრიარქს არც პარლამენტარს არც მინისტრს ესენი როგორც ერის მოღალატები ასე შევლენ ისტორიაში აი უწმინდესმა უდიდესი სიყვარული დაიმსახურა ქართველი ერის და იმ ქვეცნობერად იმიტომ ქართველი ერი გამოენთო ყველა აბსოლუტურად ძვირფასი პატრიარქის გასაცილებლად რა საოცარი ერთობა იყო ხალხის მაინც შეძლო პატრიარქმა ერის გაერთიანება იმას ვფიქრობ მე ერთ ენერგეტიკულ მუხტად შეკრა საქართველოს მწუხარე მუხტად მაგრამ მაინც შეკრა და ეს თავის შედეგს გამოვიტანს რა თქმა უნდა ეს ჩვენ ტრებს ეს არ ეგონა მაგრამ ხო ჩვენ ტრებს რა თქმა უნდა არ აწყობს ქართველთა გაერთიანება და ერთი აზრი და სახი აზრი და რაღაც მაგრამ ნუ ამათ მონობა ურჩევნიათ და ვიღაცის კოლონიად ყოფნა რა ვქნათ დიახ გაიჯეჯილეს რჯულძალებმა ჩემს სამშობლოში ფასი დაკარგა სამართალმა გლეჯენ მანტიას ჯოჯოხეთს უკვე აჩახჩახებს 2 გროში გენიაში განუწყვეტლივ ცეცხლი ანთია ჩხიბავმა თითქოს დაგვანათლა გზად ლაბირინთი ყურძნის ნაჟურად სისხლი გაზდის ოქროსფერ მტევანს ნენელა ქრება სინათლე და ძალადობს ბინდი დედა აღარ ყავთ დოქსოპულოს ადამს და ევას ტაძრის გუმბათზე მოიწყინეს ანგელოზებმა დასისხლ ნარევი ცრემლების დიდ წმინდანთ თვალიდან უფალს ვევედრე დაგვიფარონ ავგაროზებმაც სინათლისაკენ გზა გვიკვლიონ შუაღამიდან კაცრის იზუსტით სამშობლოსას ვლამბავ იარებს
გავიხარჯები საქართველოს სიყვარულისთვის, თუ კი დასჭირდა ცას მივაბჯენ მუდმივად მკლავებს, გავერთიანდეთ ქართველებო მამულის ხსნისთვის. ეგარი უბედურება რომ ვერ ერთიანდება ქართველი. ო, ვერ ერთიანდება. დედას ამბობდი ხვალია დაბადების დღე დედაჩემის. აქედან მულოცავ იმერში. ამყოფოს ქალბატონი მაყალა. ამბობდი დავკარგეო თვალისჩინი, რა ძნელი ყოფილაო სიბრმავე. ღამითაც გამიკრთაო უკვე ძილი, სულ ვჩივი მე რამდენად იმავეს. რიღასთვის ვამძიმებო დედამიწას, მიჯობს სხვებს დაუთმოო ადგილი, ასე რომ გაწუხებთო ვეღარ ვიტან, თქვენთვისაც არ არისო ადვილი. ხედავდე წავიკითხავ რამე წიგნს და შევკერავ თუნდაც ჩემთვის რაიმეს. ეზოშიც ვერ გავდივარ თუ კი წვიმს და გეძახით მომხედეთო ვაიმე. როგორღაც გზას მივიკვლევ დედაჩემო, თუმცაღა გამიჭირდა უშენოდ. შენ შემდეგ არც გათენდა დღესაჩემო, ამდენ დარც როგორ უნდა უშველო. მადლობთ რომ ჩვენი ღერძი იყავ დედავ, სამყარო აგვიჭრელე ფერებით, დრო მოვა უფალი რომ შეყრის ერთად, ციგულში თბილად მოგეფერები. ერთმანეთში ამყოფს. ჩვენ წასული დედა. კარგი, ახლა ისე იქიდან წავიკითხოთ რაღაც. ჩემ ფოტოსურათების დათვალიერებისას რატომღაც შემომეწერა ეს. გაგახსენდა წასული. არა, სურათები მედო და ხო პირველი კლასი რაღაცა ესე. ხო, ნუ წასულში. ქიმიის ხო რაღაც. მოგზაურობა წასულში ფოტოსურათი. დაახლოებით ესეთი რაღაც. დიახ. ღამე, სიჩუმე, უძირო სევდა, გაუხედნავი ფიქრები მწველი. მოგონებები გარდასულ დღეთა, ტახტი, ბუხარი, ალბომი ძველი. პირველ სურათში ვარ გაბადრული. სკამზე ვდგევარ და ლექს ვამბობ ალბათ. ხელები განზე მაქვს გაფარჭყული. როგორ მიხდება ეს მოკლე კაბა? ესაც ქუჩაში გადაღებული, ღობესთან მდგარი ვიცინი თითქოს. გვერდით რუმოჩანს დახავსებული, ფოკუსი ცოტა გადახრა სითხოს. პირველი კლასის პირველი ფოტო. მასწავლებელი ჩვენი აღმზრდელი, სახე ნათელნი და უბოროტო, როგორ გაფრინდა ამდენი წელი. მეშვიდე კლასი, ქიმიის ცდები, შტატივთან ახლოს დავმდგარ ვართ ორნი. მერხებზე სხედან დანარჩენები, თავში ტრიალებს ბრომი და ქლორი. მოგონებები მწარე და ტკბილი, ღრუბელი მიქრის ბამბის ქულებად, შავ-თეთრ ფოტოში გამოკეტილი წარსული თითქოს მეჩურჩულება. რაღაც დამაწვა გულზე ლოდივით, დაკრძალვით ვუმზერ სიძველის მცველებს, ფრთებ ჩამოყრილი ანგელოზივით, ტვერ მოყრილი წარსულს ვუკოცნი ხელებს. წარსულის ნოსტალგია. ზამთრის ღამეა, ზუზუნი ქართა, ქუთუთოებზო მომაწვა რული, ვარ ძილღვიძილის გზა გასაყართან, თითქოს ჩამესმის ძილის პირული. ზურგს უკან სუნთქავს მამის აჩრდილი, დარაჯობს როცა ღამეა ბნელი, დედა გრძნობს როცა ვარ მოწყენილი და სავანს ფრთხილად მისწორებს ხელით. მეორე შაშს ხშირად ვხედავ ეზოში, ჩემ სარკმელთანაც მოდიან ახლოს. ხან მზეზე სხედან, ხან კი ჩეროში, ხან მემზვერავენ, ხან სამოსახლოს. სანამ არ ვეტყვი, კარგად ვარ, კარგად, დაფარფატებენ როგორც ობლები, მერე ორივე ზეცას მოკარგავს რომ გაახარონ ჩემი მშობლები. გათენდება და თურმე ზმანება, გული სიგრძეზე გადაიტორა, სიმწრისგან თითქოს ენადამება, ვითომც იყო და არა იყო რა. ეგარი მთელი ჩვენი ცხოვრება, ვითომც იყო და არა იყო რა. ალბათ. შემდეგ წავიკითხოთ წიგნიდან რაღაცები. ზოვრეთის მამათა მონასტერში. მაღლა მთის წვერზე ცასთან შეზრდილი სამლოცველოა ერთი. ზოვრეთის მამათა მონასტერი, იქ სახლობს თავად ღმერთი. ჟამი ეტყობათ ციხის კონგურებს, თუმცა ამაყად დგანან. ხსოვნა ინახავს ერთ გულთ, ორ გულებს, მუნჯ მოწმეებს აგვანან. ოთხნი მივდივართ, ფეხქვეშ ვგრძნობ ქანებს, უკვე დამეტყო დაღლა, ვიფიქრე, ახლა შევიქაქანებ, ვიღაც მიბიძგებს, მაღლა, აი მოვედით, გრძნობთ ულევს სიტბოს, თვალს ვავლევთ ზღურბლს და ზღუდეს, ამ ხელა სივრცე დაბლიდან თითქო მიაგავს მერცხლის ბუდეს.
ერთის მაგივრად ორი ტაძარი, დაღლა აღარც კი მახსოვს, დავმუნჯდი, სიტყვა ვეღარ დავძარი, კვლავ ზვერავ ეზო ფართობს, ახლოს ხმადაღლა ჭობენ ბერები, იდილია სრული, ახალ ტაძარზე ზრუნვა შენებით, თვალთ გაქრთომიათ რული, ფუძე საძირკვლად სამების ტაძარს კლდე აქვს, კედლად ქვათლილი, აქ ნიუანსი ზედმეტი არ ჩანს, თანაბრად მზე და ჩრდილი. ჯგუფს გამოიყო ხმელხმელი ბერი, სანდომიანი, 7, შემოგვატარა ინტერიერი, ნახეთ ოთახი 7. ქვემოთ ჩაგვიძღვა მართლაც წალკოჩი, ედემს წააგავს ეზო, ყველა ინატრებს საკუთარ სახლში ასეთ ბახს, საუკეთესოს, ყვავილებსა და ნარგავებს შორის ჩამოდის რუმდინარე, დაგეგონებათ დეკორატორის ბაღნარი, მონარნარე, დავეშვით, მაღლა დარჩა ღვთიური და უმშვიდესი კერა, გზად მოგვაცილებს კავკასიური ნაგაზის თბილი მზერა. დაცის არტყელის თანდათან ჩნდება ცის თაღზე 10 ჩემს ღიმილიან არქივში. რჩება ეს დღე ნოემბრის 10. შიომღვიმეს ხوار მივობთ. კი ბატონო. შიომღვიმისკენ ავიღეთ გეზი. ამინდი არის მზიანი, წყნარი. კომპლექსში ჩემი წასვლის მიზეზი კვლავაც მეხილა ძველი ტაძარი. სასაფლავოებს გავცდით მცხეთისას, ხედი გამოჩნდა დაუვიწყარი, შუაში მოვხვდით ბარის და მთისა, ძირს მოდუდუნე ბებერი მტკვარი. გზაზე მახსოვდა ღორღი, ტალახი, ახლა აგია ასფალტი მყარი. შთაბეჭდილებებს ახდენს ნანახი, წინ მელოდება ალბათ ზღაპარი. გზა დაკლაკნილი, ირგვლივ კლდეები, ბორცვებზე მოჩანს ბუჩქი, ნაძვნარი, თავს დაგვცქერიან მწვანე ხეები, კლდის ქიმიდან კი ამაყად ჯვარი. ცხენების რემამ გადაგვირბინა, ყველა შავია, გასაოცარი, ეტყობა აქვე ახლოს აქვს ბინა, წყემსად ბავშვი ყავთ, პირმომცინარი. რამდენი ტანჯვა ახსოვს ამ მიწას, რამდენი ჩაწვა აქ წინაპარი, ჰო, არ უთმობდნენ მტერს დასაფიცარს, შხამად ადინეს ნაალაფარი. რა არ უნახავთ მტკვარს მთებს და კლდეებს, ახლაც აწუხებთ ის სატკივარი, რა დაავიწყებთ ცრემლიან დღეებს, ბალახს დღესაც აქვს სისხლის შემხმარი. აი მოვედით, ქანი, შრეები, ზემოთ კომპლექსი, უზარმაზარი, მოკირწყლული გზა და კიბეები, ფეხქვეშ ტალახი აღარსადარი. ვართ გუმბათოვან ეკლესიასთან, 8 წახნაგისგან შეკრულ კამარით. სიახლოვეს კი ბაზილიკასთან მოჩანს სამრეკლო, მოზრდილი ზარით. ვათვალიერებთ ტაძარში ფრესკებს, თითოეული ნალიცლიცარი. გაფაციცებით ვიღაცას ვეძებ, აი ვიპოვე თვით მაცხოვარი. ეპიზოდებით აქ ბიბლიიდან მოხატულია სადად საყდარი. თაღებს გარეთ და თაღებს შიგნიდან წმინდანი დაწყებული თამარით. ზედგენიძეთა ამილახვარდთა იატაკზეა ძვალთ საყუდარი და ომ გადახდილ ქართველ ლაშქართა თვალწინ დამიდგა დრო უხსოვარი. უკან დავბრუნდით ყურში გამწივის თქმული მეფისა მტერსა ლახვარი, ზეციდან დასტურს მარძლევს არწივი დიახ ვამტკიცებ ამილახვარი. დიდი მადლობა თინა, სამწუხაროდ ჩვენი გადაცემის დრო ამოიწურა. თინა გახელაძე მის პოეზიას უსმენდა ჩვენი ძვირფასი ტელემაყურებელი, მე ვაჟა ოთარაშვილი ვიყავი ჩემი საავტორო გადაცემის წამყვანი. მომავალ 4 შაბათამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ ჩემო ქართველებო, ნახვამდის.